მოკლედ გუშინ ვარ მაკდონალდში შესული და უცებ ხვდება ადამიანის ჭამის კანიბალიზმის რეკლამა. არა ხუმრობ KFC-ა. მოკლედ გუშინ ვარ მაკდონალდში დილის 8 ცოტა გადაცდენილი და გეხოჭებთ რაღაც ბოლომდე უყურებთ რა, იმიტომ რომ ჩემი აზრი, ანუ moral of the story იქნება ბოლოში. ხედა მოკლედ ის ვიღაც უცხოელი და ჩემ უკანზის რა, მაგრამ კარგად ვიხედავ ამ ტიპის სახეს. ამ დროს შემოდის ერთი ქართველი ბიჭი და ეჩემს ცოტა წინჯდება. და შემოდის კიდე მეორე უცხოელი ტიპი, რომელიც აშკარად ეცემს თამტენს და ეს ქართველი ბიჭი რაღაცას უყვირის რა ამ მეორე უცხოელს და ანუ ვერ ხვდები რას უყვირის რა, რაღაცა ფაკ რაღაცას იცეხის, მაგრამ თქვენი ერთად არიან და თან ისიც რაღაცა მორიდებულად რაღაცა ისე იმუშავა და ანუ ვერ ხვდები რა ხდება, რომ ერთად არიან რაღაცას გადაყვებენ და უცებ თან ეს ტიპი ევროპის ქართველი ბიჭი მოდიო ბრატო აქ და მინჯექიო გვერდზა და ინგლისურად და ანუ ესენბა რომ არა იყოს მადლობა აქეთ დავჭები არა ჩემი ძმა და რაღაცები და მოკლედ რაღაც მომენტში ეს პირველი უცხოელი ბიჭი რომელიც უკვე დამჯდარი იყო ისეუნება რომ ამ ქართველს რომ აუ ეხლა მაიგო რამდენჯერაც ვარ უნდა გაიმეორო ანუ ამდენჯერ ერთ-ერთი რაღაც გამეორებაო სისულელეაო და ამ ქართველმა ეს როგორ ამითხარიო რაღაც დაუძაბა და რაღაცეები და ანუ თუ სისრული გაჩვენება გაჩვიდიო რა და ეს აგრძელებს რა ეს უცხოელი და უცებ ეს ქართველი რომ წამოხტა და მივარდა მაგიდასთან და გული გამეწდა და ახლა დღეს არ მოკლედ ძალიან მივარდა რა ამის მაგიდას და ბოლოს რაღაცა ეუბნება რომ რაღაცა fuck Russian politics-ა და ესეც რაღაცა ოკეიო რა ბოლოს ამაზე შეთანხმდნენ. ეს მეორე უცხოელი ტიპი რო იყო თავიდან ვისაც რაღაცებზე აძახებდა ეს ქართველი ბიჭი. ეს მიუჯდა ამ პირველ უცხოელს და რაღაც დაიწყეს ლაპარაკი რა. რუსულად, ოღონდ ვაფშე სხვა თემაზე და მე ეს ბიჭი ზის ეხლა რა ეს ქართველი ბიჭი გააგზავნა ჭამა და ეტყობა იფიქრა და რაღაცაო ეტყობაო ცოტა უხიშტ გამომივიდა რა მე ცოტა ეგეთი ხასიათი მაქვს რა ანუ რაღაცაზე რო ვიფიქრე უხიშტ გამომივიდა სავაი მე უმეტე ჩავიხუტა ვიღაცას და მოკლედ წამოხტა ეს ბიჭი და მიუჯდა ამათ რა და ეხლა უხსნეს ან თვითონ ყოფილა დევნილი რა აბსოლუტურად ეგეც ვიფიქრე რომ ისეთი რეაქცია ქონდა ჯუსის დანახვაზე რომ ეგრევე მიხსოვს რომ უეჭველი დევნილი იქნებოდა და მოკლედ მიუჯდა ამათ და დაუწყო ახსნა და ეს ეუბნება ერთ-ერთი რომ მე რა გავაკეთო რა მე თან უკრაინაში ვარ დაბადებული აი მითხარი რა ვქნაო რა მე ვარ მეჩხუბიო და რაღაცები და ეს უხსნის რომ უბრალოდ ინფორმაციის გულისთვის და მაგრამ ამ ეხლა იცი ესე მაგიდასთან მივარდნა თუნდაც რუსებთან ან მისმის კი რომ ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული და ან მართლა მისმის რა ჩვენი მოქალაქეების აგრესია მაგრამ ის რუსები რომლებიც აქ არიან დიდი ალბათობით არიან განეკუთვნებიან იმ კატეგორიას რომლებსაც უყვართ საქართველო და უყვართ ქართველი ხალხი და უნდათ აქ შემოსვლა და თან გამოიქცენ თქვათ ამ ომს ხო მაგრამ აბსოლუტურად მისმის მათ მიერ ჩვენი აგრესია მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან სწორი რომ მათ უნდა ქონდეთ ინფორმაცია მე მყავს ძალიან ახლა რუსი ძმაკაცი რომელიც ანუ ლიბერალი კი მაგრამ ძალიან კაი ბიჭია და მოკლედ ის ამბობს ხოლმე რომ აი ანუ ეხ ძალიან უყვარს იმ ბიჭს საქართველო მაგრამ აი საქართველო რომ ძალიან უყვარდეს აი სანამ საქართველოს გავიგებდიო საერთოდ ან გადმოვცხოვრდებოდიო და დავგვიგმოვდიო რომ აი დამიჯერეთ რა აი აბსოლუტური უმრავლესობას რუსების აი საერთოდ არ ინტერესებს საერთოდ არ ინტერესებს აფხაზეთის საკითხი და ბიბრად აი ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ აი ეს საკითხიო მოგვარდეს ეს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიო იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი დაძაბულობას იწვევს აი ეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხი ქართველებს და რუსებს შორის ასე რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია. კარგი კვირა დღეს გისურვებთ.